ასე თქვათ ხო, პოლიტიკაში ალბათ შეიძლება აქცევრის განყოფა. მაგრამ შეიძლება კორუმპირებული კანონების არსებობენ, თქვათ კაცების მიერ რა როცა რეზერვები ჰქონდათ, რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ ხო არა, მე ვეუბნები, რომ ჩვენი მიზანი კი არ არის ჩვენ აქ პოტერებით შევიდეთ. კვანტურ ფიზიკაში გამოვლენ და ილაპარაკებენ მაგაზინში. ჩვენ მეორე წელია უკვე ვახორციელებთ პროექტს ქალები აქტიურ პოლიტიკაში. ალბათ ბევრს გაუჩნდება ახლა ეჭვი რომ ძალიან ბევრია ქალთა ორგანიზაციები, ბევრი ლაპარაკობს კოტირებაზე, იმაზე რომ ქალები უნდა იყვნენ პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ერთი ორგანიზაციაც არ იქნებოდა ზედმეტი და ჩვენი მთავარი და ძირითადი მიზანი არის რომ ურთიერთობა გქონდეს ქალებთან, რომლებიც ცხოვრობენ სოფელში. რადგანაც მათ ინფორმაცია აქვთ ბევრად ნაკლები, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებელ ქალბატონებს. თუნდაც ავიღოთ ის, რომ სოფლებში ფაქტიურად არ არის ინტერნეტი, არ აქვთ წვდომა, არ აჩვენებს ტელევიზიის ყველა არხი. და ვცდილობთ, რომ შევიტანოთ ჩვენ ამ სოფლის ქალებში განათლება, რა თქმა უნდა პოლიტიკური. მათ ჩვენ ვასწავლით, უტარებთ ტრენინგებს, უნარჩვევები როგორ იქონდეთ, როგორ მართონ თავიანთი ცხოვრება, როგორ გააკეთონ CV, თავის თავს როგორ გაუკეთონ წარდგენა, როდესაც ეძებენ სამსახურს, ან თუნდაც აქვთ საკუთარი ბიზნესი და მივეხმაროთ ამის განვითარებაში. ჩვენ შეიძლება ფული სახსრები არ გქონდეს, ფინანსურად ვერ დავეხმაროთ, მაგრამ მივცეთ მიმართულება, ვთხოვოთ ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, ექსპერტებს. ასე შემდეგ და იცით რა გამოიღო ამან შედეგი, ამიტომაც ჩვენ წელს კიდევ მივმართეთ ჩვენს პარტნიორს, ეს გახლავთ გერმანული ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, რომელიც შარშანაც გვიწევდა ამ საქმეში მხარდაჭერას და წელსაც აქტიურად ჩვენს გვერდით არის და ჩვენ წელს 9 თვის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონის სხვადასხვა სოფლებს შემოვივლით, ვიპოვით აქტიურ ქალებს, ვასწავლით მათ, როგორი ამორჩევლები უნდა იყვნენ. ან თუ როგორ უნდა აირჩიონ პარტია, ვის მიცემ ხმა, ამას აუცილებლად ვასწავლით პოლიტიკურად, რა უნდა გაითვალისწინონ და როგორი აქტიურები უნდა იყვნენ არჩევნების მერე. ტრენინგის მთავარი მიზანი არის ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში, კონკრეტულად მე ვკითხულობ ლექციას საერთაშორისო აზრის ისტორია, თანამედროვე პოლიტიკური იდეოლოგიები და პარტიული საქმიანობები. აქ ვისაუბრებ როგორც სოფლის გამოცდილებაზე, ასევე ამ კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვან ქართული პოლიტიკური დისკუსიიდან. ეს შეხვედრა ტარდება ებერტის ფონდის დაფინანსებით, რომელიც აწარმოებს ორგანიზაცია ქალების ამაღლების და ჩვენ შეხვედრა გვაქვს ადგილობრივი თელევის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე ქალ აქტივისტებთან და მათ ვესაუბრებით ასე ვთქვათ სხვადასხვა პოლიტიკური იდეების შესახებ და იმის საჭიროების შესახებ, რადგან გულისხმობს ქალების აქტიური მონაწილეობა პოლიტიკაში, რაც სადია დემოკრატიის ასე ვთქვათ კიდევ დემოკრატიის ხარისხის კიდევ უფრო გამსაზღვრელი და გაზრდის წინაპირობაზე. ძალიან საინტერესო თემაზე მიმდინარეობს ტრენინგი. ქალების ძირითადი თემაა კვოტირება. ეს ქალებისთვის საჭირო საკითხია. ვემზადებით, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მომდევნო საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ვარ ნაყოფიერია ჩემთვის დღევანდელი ეს ტრენინგი. მე ვარ ახმეტის რაიონიდან, სოფელ ქვემავიდან. მე მონაწილეობა მე და ჩემმა თანასოფლელმა კიდევ ორმა ქალმა მონაწილეობა მიიღეთ წინა ტრენინგებში. და საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. გარშემო შემოიკრიბეთ ამ ტრენინგის შემდეგ სოფელში ქალები და ქალბატონ ნათია ქეხიშვილთან ერთად იმისი შუამავლობით ჩვენ სოფელში გვაქვს ინიციატივა. ამჟამად ვსჯელობთ სოფლის ქალები, ამ სამაქალმა შემოიკრიბეთ სოფლის ქალები და ვსჯელობთ იმათთან ერთად, რომ ამ ქალები სამართლიანობის ორგანიზაციამ ჩვენ სოფელში ჩამოიყვანოს პარლამენტარი, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ.